სინდისის პატიმრების მშობლები აგრძელებენ რეგიონებში გაზეთების დარიგებას. დღეს რიგით უკვე 46-ე გასვლა და აქამდე მოიარეს 55-მდე რეგიონი. დღეს მიდიან ქარელის მიმართულებით და თბილისიდან ქარელში ჩასული მშობლები აპირებენ, რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს შეხვდნენ და გააცნონ საკუთარი შვილების ციხიდან გამოგზავნილი წერილები. გარდა ამისა, ამბობენ, რომ უნდათ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიეწოდონ პროტესტისა და სინდისის პატიმრების შესახებ. გარდა ამისა, ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში რეგიონებში ადამიანები ვერ ახერხებენ ტელევიზორების ჩართვას და აქედან გამომდინარე ყველაზე ეფექტური გზა საკუთარი შვილების ხმის საზოგადოებამდე მისატანად გაზეთების დარიგება მიაჩნიათ. გარდა ამისა, ამბობენ, რომ უნდათ საზოგადოებას გააგებინონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროპული გზა. 55-მდე რეგიონი მოვიარეთ. დღეს ქარელში გავდივართ. გვინდა რომ ქარელის მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი სინდისის პატიმრების ხმა, პოლიტპატიმრების ხმა, საკანიას ერთი გაზეთი და ყველა პატიმრის სახელით უთხრათ, რომ უსამართლოდ არიან დატყვევებულები. სანამ ხსნას და შვებას ვერ უნახავთ, სანამ ბიჭების თავისუფლებას და გოგონების თავისუფლებას ვერ მივაღწევთ, ჩვენ ვერავინ და ვერაფერი ვერ შეგვაჭრებს. ჩვენი მიზანი არის ახლოს მივიდეთ ადამიანებთან და ჩვენი ტკივილი კიდევ ერთხელ მათ გავაცნოთ, იმიტომ რომ ის ბიჭები, რომლებიც არიან ციხეში, ყველა არზიანი, ისინი ზიან საქართველოს თავისუფლებისთვის და თავისუფლებას იმსახურებენ არა მარტო ისინი, არამედ საქართველო იმსახურებს თავისუფლებას და რომ იყოს დემოკრატიული ქვეყანა. მაშინ როცა პროპაგანდა არის სვენებს, როცა სინდისის პატიმრები და პოლიტპატიმრები ციხეში არიან, ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ ჩერდეთ, არ არის ახლა პოლიტიკური შვებულებების დრო და არც ისე ზოგადად უნდა ვიმუშაოთ რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება აქტიურად იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანთან მივიტანოთ მართალი ხმა. ჩვენ სიმართლის გამავრცელებელი საზოგადოება ვართ ერთგვარი. მე როგორც ერთი ქალაქე ვუდგავარ მათ გვერდით და ჩემი ვალიც არის და მოვალეობას, რომ ახალგაზრდები დროულად გათავისუფლდნენ, ისინი ისჯებიან მხოლოდ სამშობლოს სიყვარულის გამო. აქ წერილები არის მათი ციხიდან გამოგზავნილი და ეს მოქალაქეებთან მიდის. თითოეულ მათგანს ვაცნობთ, თუ როგორი ახალგაზრდები არიან დატყვევებული. სინდისის პატიმრების მშობლები არაპირებენ გაჩერებას მათი შვილების გათავისუფლებამდე, აპირებენ, რომ მოიარონ უფრო მეტი რეგიონი და გააცნონ საზოგადოებას გაზეთების სახელწოდებით საკანიას ერთი და თავისუფლების ხმა ციხიდან. ისინი აპირებენ, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს შეხვდნენ და გააცნონ სინდისის პატიმრები და ინფორმაცია მიაწოდონ პროტესტის შესახებ.